სიზიფეს შრომა თუ გაინტერესებთ რა არის, აი ეს არის ნათელი მაგალითი. ყოველი ქარის დაბერისას თბილისის ნაგავსაყრელიდან პარკები კილომეტრების დაშორებით მიფრინავს და მისი მიმდებარე ტერიტორია აი ასე გამოიყურება. ხეები, ველები, წყლის არხი, რომელიც თბილისის ზღვაში ჩაედინება, ღობეები და ასე შემდეგ. სანამ თბილსერვის ჯგუფი დასუფთავების სამსახურს გაგზავნის და სათითაოდ პარკის ჩამოხსნას შეუდგებიან, ასე ლამაზად გამოიყურება გარემო. აქვე დადიან ცხოველები საძოვრებზე. სეზონზე ხორბალი მოყავთ ხოლმე. მოყავთ რა? ცდილობენ. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს არის თბილისის საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელი. ანუ ნარჩენები, რაც სახლიდან გაგავთ, აქ ხვდება და შემდეგ იფანტება გარემოში. ნაგავი არ ხარისხდება, პირდაპირ იფლობა მიწაში. კარგ შემთხვევაში. და წარმოქმნილი მავნესუნი იფანტება ჰაერში და იწამლება ახლოს მცხოვრები მოსახლეობა. ხალხი ამ ნაგავსაყრელიდან 1 კილომეტრში ცხოვრობს. მათი რიცხვი 10,000-ობითაა. თქვენი აზრით, ეს ნორმაა? ასე უნდა იყოს? ეს ის არხია, რომელიც თბილისის ზღვაში ჩაედინება და შემდეგ მთელი თბილისი სასმელად ვიყენებთ. თქვენი აზრით, მიკროპლასტიკით გამდიდრებული არ იქნება ეს წყალი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვსვამთ?